ტრამპმა თეირანსა და მოსკოვს კატასტროფა მოუტანა. მას შემდეგ, რაც ირანმა და რუსეთმა ერთდროულად ორ ფრონტზე გამოსცადეს ამერიკის ძალა. სპარსეთის ყურეში დრონებით, მუქარებითა და ბირთვული მოლაპარაკებებით. ევროპაში კი რუსული დრონი გალატეში, რუმინეთში ნატოს მგზნობიარე საზღვარზე, საცხოვრებელ შენობას დაეცა. ამ პარასკევს 2021 წლის 29 მაისს თეთრი სახლი ორმაგ მახეში აღმოჩნდა, მაგრამ ტრამპი ხვირილის თამაში არ ერერთვება. ის საჯარო განცხადებისგან თავს იკავებს, აძლევს J1-ს დიპლომატიური ვითარების შეფასების საშუალებას და საბოლოო გადაწყვეტილებას ირანთან ნებისმიერ შეთანხმებაზე თავის ხელში იტოვებს. ვინც ძალაუფლებას კარგად იცნობს, ეს ესკალაციის კონტროლია. თეირანი ცდილობს დათმობები მიიღოს ენერგიისა და სამხედრო დაძაბულობის გამოყენებით. მოსკოვს უნდა ნახოს, გაიქცევა თუ არა ნატო ვაშინგტონში ყოველი პროვოკაციის შემდეგ, რაც ცდილობდნენ ისინი გამოცდას. რატომ ტრამპმა საჯარო განცხადებისგან თავი შეიკავა? როგორ აქცევს თეთრი სახლი პროვოკაციას ზარალად? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. კრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები და ირანი ახლოს იყვნენ მემორანდუმთან, რომელიც 60 დღით გაახანგრძლივებდა ცეცხლის შეწყვეტას. ხელახლა გახსნიდა ხორმუზის სრუტეს და დაიწყებოდა მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. JD Vance-მა პროგრესზე ისაუბრა, მაგრამ კაფიოდ აღნიშნა, რომ დამტკიცება დონალდ ტრამპზე იყო დამოკიდებული. სწორედ აქ ხდება ფაქტი თეირანის წინააღმდეგ დამამძიმებელი. შეთანხმება ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ხელმოწერაზეა დამოკიდებული. რეჟიმი მხოლოდ იმიტომ მივიდა მოლაპარაკების აუცილებლობამდე, რომ სამხედრო ზეწოლამ, სანქციებმა და ეკონომიკურმა რისკმა მნიშვნელოვნად შეზღუდა მისი მოქმედების არეალი. დონალდ ტრამპი ამ დაპირისპირებაში არ ჩანს როგორც კუთხეში მიმწყვლეული პრეზიდენტი. ის ჩანს როგორც ადამიანი, რომელიც სხვებს ლაპარაკის საშუალებას აძლევს, ხოლო თავად გადაწყვეტილებას საკუთარ ხელში იტოვებს. ვენსი შუამავლობს, ბრჩევლები პირობებს ამოწმებენ, ხაზინა ნავთობს აკვირდება, ხოლო სამხედროები რეგიონში ყოფნას ინარჩუნებენ. არჩევანი რთულია. არ მისცე ირანს სრული ომი, რომელსაც რეჟიმი წინააღმდეგობის სახელით გაკიდვას ცდილობს, მაგრამ არც ზეწოლის შემშემს უბუქება მანამ, სანამ კონკრეტული გარანტიები არ იქნება. ირანის პარლამენტარები საუბრობენ წითელ ხაზებზე, ურანის გამდიდრებაზე, ჰორმუზის კონტროლსა და სანქციების მოხსნაზე. რეჟიმმა იცის, რომ თუ შიდა ბაზის წინაშე სიმკაცრეს არ აჩვენებს, რევოლუციური გვარდიისა და ყველაზე რადიკალური სექტორების თვალში ავტორიტეტს დაკარგავს. ამიტომ თეირანი საჯაროდ მკაცრად ლაპარაკობს და ამავე დროს დიპლომატიური არხებით აწარმოებს მოლაპარაკებებს. ნამდვილი ძალა იმაშია, ვინც გადაწყვეტს ხელმოწერის დროს და ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ ვაშინგტონში რჩება. ტრამპმა იცის, რომ სრულმასშტაბიანი ომი ხარჯებს ააფეთქებს, მაგრამ ასევე იცის, რომ დათმობა ზეწოლის გარეშე ირანს შემდეგში იგივე შანტაჟის გამეორების საშუალებას მისცემს. ძალის ჩვენება ნიშნავს მოლაპარაკებას დანით მაგიდაზე და არა ლამაზი სიტყვებით. სანამ თეირანი ამერიკელს ცდიდა, მოსკოვმა ნატოს მოთმინება აღმოსავლეთ ევროპაში გამოსცადა. რუსული დრონი გალატში, რუმინეთში, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა უკრაინის წინააღმდეგ შეტევის დროს, რომელიც საზღვართან ახლოს მოხდა. ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო რუმინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა, სანამ შენობას დაეცემოდა. რუმინეთი ნატოს წევრია და ეს დეტალი შემთხვევას პოლიტიკურ მნიშვნელობას მატებს. ეს შემთხვევა შორს არ მომხდარა. ეს იყო პროვოკაცია სამხედრო ალიანსის საზღვარზე, რომელიც დიდწილად ამერიკის ლიდერობაზეა დამოკიდებული. ნატომ დაგმო რუსეთის ქმედება და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დაიცავს მოკავშირე ტერიტორიის თითოეულ ნაწილს. რუმინეთის F-16 ტიპის გამანადგურებლები მობილიზებული იქნა. ტრამპს არ სჭირდება თითოეულ დრონზე შოუს მოწყობა. როდესაც მტერი საზღვრებს ცდის, შეცდომა იქნება ემოციური, საჯარო და პროგნოზირებადი რეაქციის ჩვენება. მოსკოვს ეს თამაში კარგად ესმის. დმიტრი მედვედევმა რუსეთის მაღალი რანგის ფიგურამ კიდევ უფრო გააღიზიანა ევროპელები, როცა თქვა, რომ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შეიძლება გაგრძელდეს. ეს განცხადება აჩვენებს რუსეთის მცდელობას დაანორმალოს დარღვევები და ნატო ნერვულ კრიზისში ჩააგდოს. ტრამპს არაფერს მოუტანს, თუ მარტო აირებს საკუთარ თავზე ევროპელების შფოთვას. ყველაზე რთული გზა არის ის, რომ თავად ალიანსმა გააძლიეროს ანტიდრონული დაცვა, დაიცვას თავისი საზღვრები და შეწყვიტოს ვაშინგტონზე დამოკიდებულება ყველა საგანგებო სიტუაციაში. ისტორიული ფაქტი, რომელიც ამ პოზიციის გაგებაში გვეხმარება, 2001 წლიდან მოდის, როცა ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი EP 3 ჩინურ გამანადგურებელთან შეეჯახა ჰაინანის კუნძულთან ახლოს და ამერიკელი ეკიპაჟი ჩინეთმა დააკავა. ჯორჯ ბუშმა კრიზისი კამერების წინ დაუყოვნებლივ ომში არ გადაიყვანა. ვაშინგტონმა ზეწოლა მოახდინა, მოლაპარაკებები გამართა, სიტყვები გააზომა და სამხედროები უკან დააბრუნა.
ამან ძველი ძალაუფლების წესი აჩვენა. ზესახელმწიფოს პატივისცემისთვის ხვირილი არ სჭირდება. შედარება ევროპასთანაც მნიშვნელოვანია. ბევრი ევროპული ქვეყანა ძლიერად გმობს მოსკოვს, მაგრამ როცა საფრთხე ახლოს მოდის, მაინც ვაშინგტონს მიეშურებიან. რუმინეთი პირდაპირ განიცდის რუსული დრონების ზემოქმედებას. პოლონეთი თავის საზღვარს აკვირდება. ბალტიის ქვეყნები გაძლიერებას ითხოვენ და გერმანია ცდილობს სამხედრო სტრუქტურის აღდგენას. ტრამპი ამ სიტუაციას აშკარა მოთხოვნით უყურებს. მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ როგორც მოკავშირეებმა და არა როგორც მუდმივმა დამოკიდებულებმა. დასავლეთის დაცვა არ შეიძლება იყოს მხოლოდ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვები და ამერიკელი გადამხდელისათვის გამოგზავნილი ანგარიში. ახლო აღმოსავლეთში მოთხოვნა განსხვავებულია, მაგრამ ლოგიკა იგივეა. სპარსეთის ყურის ქვეყნები ენერგორესურსების მარშრუტების სტაბილურობას ითხოვენ. ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ცდილობს, ხოლო ირანი პოლიტიკურად გადარჩენას ცდილობს ისე, რომ დამარცხებულად არ გამოჩნდეს. დონალდ ტრამპი ამ დაპირისპირებას იხენებს, რათა აიძულოს თითოეული მოთამაშე გამოავლინოს თავისი ნამდვილი განზრახვა. თუ ვინმე სურს შვება, უნდა გახსნას გზა და დათანხმდეს რეალურ კონტროლს. თუ არა მოკავშირეებს სტაბილურობა სურთ, მათ უნდა დაეხმარონ ისეთი გამოსავლის უზრუნველყოფაში, რომელიც შანტაჟს არ დააჯილდოებს. ხაზინის მდივნის ყოფნა თეთრ სახლში აჩვენებს, რომ კრიზისი მხოლოდ სამხედრო ხასიათის არ არის. ნავთობი, ინფლაცია, ტრანსპორტი, საზღვაო დაზღვევა და ინვესტორების ნდობა ერთ პაკეტში აღმოჩნდა. ტრამპმა იცის, რომ ყურეში არასწორი გადაწყვეტილება შეიძლება სწრაფად აისახოს ბენზინის ფასზე და სუპერმარკეტებში. ამიტომ სტრატეგია უფრო ცივი უნდა იყოს, ვიდრე ხმაურიანი. იმპულსურად შეტევა შეიძლება რამდენიმე საათით მოეწონოს კომენტატორებს, მაგრამ გახსნის გზას ხანგრძლივი კრიზისისთვის. შემდეგი ეტაპი გადამწყვეტი იქნება და ნატო უნდა აჩვენოს, შეძლებს თუ არა საკუთარი საზღვრის დაცვას ყოველ ინციდენტზე ამერიკული განცხადების გარეშე. ეხლა თეირანს და მოსკოვს უწევთ საქმე პრეზიდენტთან, რომელიც რეაქციის სცენარს არ აწვდის და აიძულებს მოკავშირეებსა და მტრებს ამერიკული ზეწოლის ქვეშ ითამაშონ. მე ნატოზე. Eu sou Milson Alves, internacional. ეს იმისთვის, რომ სხვებიც კარგად იყვნენ ინფორმირებულნი. სიმართლე ისაა, რომ ნატოს ყველა წევრი ინფორმირებულია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ ალუესის საზოგადოებაში.